იცხოვდა სასჯელის შემსუბუქებას და ვინ შეიწყალა პრეზიდენტმა. რაც თუ სოფლიო ჩემპიონია, ყველა აწერდა ხელს. სკანდალური შეწყალების შესაძლო რეკომენდატორების სია ფართოვდება. მე არანაირ კავშირში არ ვიმყოფები არავისთან. რა კავშირი აქვს სამხედრო პოლიციის მაღალ ჩინოსნებს გაუხსნელ მკვლელობასთან? დაკითხვით დაკითხული ვარ. რიგითი მოკლულია, თუმცა სასჯელს არავინ იხდის. ხათვით გავიდა, ეხლა კიდე გაეთარი. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან ერთად. გამარჯობა, მოგესალმებით, მაგრამ რა მაინტერესებს კატა, შენა დედალი ხარ თუ მამალი? შენა ის თუ ვერ გარშია ამდენი ხანი დედალი ვარ თუ მამალი და ყოფილა შენი საქმე, მაგრამ დებილი ხარ, ძაღლო, დებილი. ისე გამართალი არის რომ ამბობენ ბავშვობაში დედმამას ვერ არჩენდა ერთმანეთისგანაო. ეგრე შენზეც ბევრ რაღაცებს ამბობენ, მაგრამ აგი არაფერს ვამბობ მე პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში, მიდი, რას ამბობენ? რას ამბობენ და მაგალითად ორივე მშობელი მამალი კანტაო. ზეგი რა გინდა ეხლა მაგითი რო თქვა, მე პიდარასტების შვილი ვარ რა ვხარ? მე რა მინდა რა, მასი ამბობენ თორე მე რა. შენა ვიჯო რო გაგსხი პაკედანა, რა სად დაეცემი, შეკეტილი მოწყნულო, შენა სად დაეცემი, დაგიღია პირიდან აბარაკო ყველაფერსა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად უკრაინა პოლონეთის ურთიერთობაში პირველი სერიოზული ბზარი გაჩნდა. დაიწყო ელჩების გამოძახებით და გაგრძელდა სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებებით. მუდამ დავიცავთ პოლონეთის უსაფრთხოებას და სხვა ქვეყნის ინტერესი არასდროს დადგება პოლონეთის ინტერესებზე მაღლა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ეს განცხადება კიევში თავისი ელჩის დაბარების გამო გააკეთა. ამას წინ უძღვედა ერთ-ერთი პოლონელი მაღალჩინოსნის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს თავისი მხარდაჭერის დაფასება. ასეთ პრეტენზიებს კიევს პირველად არ უყურებენ. ერთი თვის წინ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინელები ყოველთვის არ ამბობენ მადლობას იმისთვის, რასაც იღებენ და კიევი ისე არ უნდა ეპყრობოდეს მოკავშირეებს, როგორც ონლაინ მაღაზია Amazon-ს. ისი მართალიანი რომ ამბობენ, რომ დაიბადა ორივე თვალი ერთ მხარეს ჰქონდაო. ვიჯო არისოდი ეგეც მართალი არის და ისიც მართალი არის კიდე რომ დაიბადაო ორივე ყბაიო ქვედა ქონდაო და ისიც მართალი იქნება ახლა რომ აგიმუტელებს სახესა. ბიჭო, რამდენჯერ გითხარი, ყველა გადაცემაში გაფრთხილებ, ნუ მეუზრდელები. და რემიზრებ ჩუჩუნა მოჩამოვისა. რაწერია მამა გიორგი მამალაძის ბრალდების დადგენილებაში პროკურატურის სკანდალური დოკუმენტის დეტალები შაბათის კურიერში. დადასტურდება ვინისა $500, ვისა თუ არა $500 და შემდეგ უკვე დეტალურად ეწოდინება ყველას. ის თუ ვერ გარშია ამდენი ხანი დედალი ვარ თუ მამალი და ყოფილა შენი საქმე, მაგრამ დებილი ხარ, ძაღლო, დებილი. ისე გამართალი არის რომ ამბობენ ბავშვობაში დედმამას ვერ არჩენდა ერთმანეთისგანაო. ეგრე შენზეც ბევრ რაღაცებს ამბობენ, მაგრამ აგი არაფერს ვამბობ მე პირდაპირ ეთერში. მიდი, რას ამბობენ? რას ამბობენ და მაგალითად ორივე მშობელი მამალი კანტაო. ზეგი რა გინდა ეხლა მაგითი რო თქვა, მე პიდარასტების შვილი ვარ რა ვხარ? შოუში მომხდარი ტრაგედიიდან 12 დღის შემდეგაც კვლავ აქტუალურია კითხვა, შეეძლო თუ არა ვერტფრენებს სტიქიის ზონაში ღამით ფრენა და იქ ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა. შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ქართველ პილოტებს ღამის ფრენის ხელსაწყოები აქვთ, თუმცა ამის საჭიროება შოუში არ დამდგარა, რადგან არსებობდა მაღალი რისკი, რომ ბუნებრივი პირობების გამო ვერტფრენები ჩამოვარდნილიყო. უფრო მეტიც, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, საფრენმა აპარატებმა ცოცხლად გადარჩენილი 140 ადამიანის ევაკუაცია მოასწრეს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სამაშველო სამუშაოებში სითბური კამერებით აღჭურვილი დრონები ჩაერთნენ. ქვეყნის პირველი პოლიციელი ამბობს, რომ უპილოტო აპარატებით ადამიანების აღმოჩენა ღამის საათებში უფრო მარტივი და ბევრად უსაფრთხოა.
ვახტანგ გომელაურის განმარტება ვერტფრენებთან დაკავშირებით საკმარისი არ აღმოჩნდა ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ოპოზიციის ნაწილი კვლავ ამტკიცებს, რომ სამძებრო ოპერაცია არასწორად დაიგეგმა, ვერტფრენები კი სტიქიის ზონაში დაგვიანებით ჩაფრიდნენ. ხელისუფლების ოპონენტები მართლ ძალას იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ ამ დრომდე ქვეყანას სამაშველო ოპერაციისთვის განკუთვნილი ვერტფრენები არ ყავს. ოპოზიციის ბრალდებებს სპეკულაცია და ტრაგედიით მანიპულირებად აფასებს ქართული ოცნება. მართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ხელისუფლების დისკრედიტაცია. რა შეიძლება შეჩემა შენავალი ჟვირა მე ვიხარი და რა შეიძლება რა უკნა რა ვიცოდა კი მერიდება, მაგრამ ამას ვინათა ყური მოუყარი ბიჭო, ხალები ლაპარაკობდნენ, შეზიაბოდნენ ესა ტრაქში სურმა უგვარსო და მართალი არის რა ხა. შენ ლუხა ჯორიკანა ტრაქში სურმა იოგია ტრაქში სურმა შეგიყოს და იმ ჯორიკანა კალიბსა კიდე მის მაგას ამობდნენ. ბიჭო მე რამეს კი არ გაბრალებ რა ხა, პროსო მასე მოუყარი ყური გაიგე და მე ვიფიქრე მართლა უგვარს მეთქი და იმიტომ გიხარი. ისე თუ მართლა გიგვარს გასულინე თუ გინდა. თქვენ უყურებთ ჩაბათის კურიერს პაატა იაკობაშვილთან ერთად. ჩვენ ყველანი ერთად ველოდებით 8 მარტს სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ერთ გადაწყვეტილებას და მე სწორედ ხუჩაბათამდე გემშვიდობებით დროებით.